მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემო კარგებო, ვესალმები ლიტერატურის საქართველოს მაყურებელს, გადაცემა ლიტერატურის საქართველოს მაყურებელს, ლიტერატურის საქართველოს მივესალმები და კიდევ ერთხელ მიულოცავ ქართულ საზოგადოებას, ქალბატონებს მიულოცავ პირველ რიგში გაზაფხულის შემობრძანებას და დღეს მინდა საზოგადოებას, ლიტერატურის მოყვარულებს და ზოგადად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გავაცნო ახალგაზრდა გოგონა ულამაზესი ქალბატონი შეიძლება ითქვას უკვე შემდგარი მწერალი, თუმცა არ მიყვარს ხოლმე მსგავსი ეპითეტებით ადამიანებს დახასიათება, იმიტომ რომ წერებას უფრო ძალიან დიდი და რთული გზა აქვს, მაგრამ ეს არ არის მარტო წახალისება, ვინც გაეცნობა მერე ამ არაჩვეულებრივი გოგონას ნაწარმოებებს დამეთანხმება ჩემი სიტყვების სიმართლეში. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის მარიამ თუთბერიძე, ამ არაჩვეულებრივი პატარა არც თუ ისე პატარა კრებულის წიგნის ავტორი. მე ორიოდე სიტყვა მინდა ბატონებო გითხრათ, რომ ამ დაძაბულ სიტუაციაში, ამ არეულ მსოფლიოში მიხარია, როცა ადამიანების მოცალეობა აქვს ლიტერატურისთვის, ხელოვნებისთვის. მე რამდენადაც ვიცი, მარიამი არა მარტო წერს, არამედ მღერის კიდევაც. ეს გოგონა მოდის ქართული ფესვებიდან და ჩვენი შეხვედრა ძალიან უცნაურად მოხდა. ჩვენ ფაქტურად დღეს გავიცანეთ ერთმანეთი, ის გვეწვია რედაქციაში, ლიტერატურის საქართველოს რედაქციაში, მოიტანა თავისი წიგნი და იმდენად აგვაფრთხოვანა ჩვენ მისმა დამოკიდებულებამ ლიტერატურისადმი, ზოგადად ცხოვრებისადმი, ახალგაზრდა ადამიანებში იშვიათად არის ხოლმე ის მუხტი, რაც ფესვებიდან მოდის, რაც ჩვენი წინაპრებიდან მოდის, იმიტომ რომ ახალგაზრდები უფრო სხვა რამეებზე ფიქრობენ და გოგონა, რომელსაც 14 წლის ასაკში უკვე პოემა დაწერა, ისტორიული პოემა და რომელსაც უკვე შემდეგ 20 წლის ასაკში არაჩვეულებრივი რომანი დაწერა, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი არის და მადლობა მინდა მარიამს ამისთვის უთხრა. ამასთანავე მარიამი, როგორც ვიცი, დიდი ალექსანდრე აბაშელის შთამომავალი არის. ალექსანდრე აბაშელი მოგეხსენებათ, მისი ნამდვილი გვარი ჩოჩია იყო, საჩოჩიოდან იყო ეს მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი სიტყვა აბაშის რაიონია თუ არ ვწდები. მარიამ, მოგესალმები ჩემო ძვირფასო. ეხლა შენ გააცანი შენი თავი. კითხველს, საიდან მოდიხარ, როგორ მოდიხარ, საიდან დაიწყე წერა, სად ცხოვრობ და ასე შემდეგ. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა ასეთი კარგი წარდგენისთვის. მე ვარ მარიამ თუთბერიძე, ვარ თბილისიდან. წერის დავინტერესდი საკმაოდ პატარა ასაკში, თუმცა მანამდე იყო და მასთან ერთად ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგები, იყო მხატვრობა, იყო სიმღერა, იყო მუსიკა და ასე ვთქვათ, ძალიან მრავალი დარგით ვიყავი დაინტერესებული და წერა აღმოჩნდა ერთ-ერთი ისეთი საკმაოდ მძლავრი ინტერესი და მისწრაფება ჩემს ინტერესებს შორის. შენ დაამთავრე 51 საშუალო სკოლა. დიახ. პირველი პოემა, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მოდით აი ამ პოემის შესახებ, რაზე არის ეს პოემა, რამდენი წლის იყავი მაშინ რომ დაწერე და რამოდენიმე ამონარი წავიკითხე ამ პოემიდან. დიახ. ეს პოემა შეეხება ფარცხისის ომს და სხვათა შორის დაიწერა კარანტინის პირობებში, ვიყავი 14 წლის. შეგე ნახევარმა საქართველოს მოდიშით არ იცის ფარცხისის ომი. რა არის და რა ისტორიული მნიშვნელობის ომი იყო? საკმაოდ მაღალი ისტორიული მნიშვნელობის ომი იყო, იმიტომ რომ ეს იყო ომი, რომელიც რეალურად არ უნდა დასრულებულიყო იმ შედეგით, რა შედეგითაც დასრულდა. და მისი დაწერის ისტორია სხვათა შორის ცოტა განსხვავებულად იწყება, რადგან თავდაპირველად საერთოდ არ იყო ჩაფიქრებული ის, რომ ეს ნაწარმოებები უნდა ყოფილიყო ომზე. რადგან თავიდან დაიწყო მთვარის აღწერით. აი ესე უცნაურად დაიწყო, რაც სხვათა შორის შესავალი ნაწილია. დაიწყო მთვარის აღწერით, შემდეგ მოყვა უცნაურად საბრძოლო სცენის აღწერა და შემდეგ უკვე გაერთიანდა ეს ყველაფერი და იქცა ნაწარმოებად ფარცხისთავს ლურსა ზეცაზეთ. მთვარით დაიწყო. მთვარით დაიწყო. და იმ მთვარემ გამოიწვია, მე რაღაც ისტორიულ პარალელებში გადახვედით. დიახ. და ფარცხისის ომი და ამ დროს ხათ რა მხელა? დაახლოებით 14 წლის ასაკში გამოიწვია. გოგონებისთვის ის ასაკია, როცა უფრო რომანტიკულ განწყობაზე არიან, როცა გადატეხის ასაკია, ბევრ რამეზე ფიქრობენ. ამ დროს თქვენ ეს ახალგაზრდა გოგონა 14 წლის მაშინ იწყეთ
ისტორიული პოემის წერას, ესე ვთქვათ, საბრძოლო პოემის წერას. ეს ძალიან დიდი ამბავი არის. წავიკითხეთ, აბა თუ გახსოვთ? შესავალ ნაწილს წაგიკითხავთ. რაუდენს მალმთვარეო, რაზედ არ იტყვის სიტყვასა, ნეტავი ჩამოჰყვებოდე ჩქამს ანგელოზის ფრთისასა, კაცთა თქმა ზენით აქ გქონდეს, აქ გვითხრა სიტყვა ცისასა, მადლით გვიცქერდნენ ნათობნი, წვიმად ამბობდე რისხვასა, რაუდენს მალმთვარეო, ნაღველსა გულის თქმისასა, მიწად წვდიადის მუსროლსა, მაღლით სარკეს აღვთისასა, ველად სხივ ვერცხლის ქსოველსა, შარავანდეთ საკლდისასა, თამარის მადლს გამსკავსე თავსა ბურავსა თმისასა, გონე ბრავწერო ძვირფასი მძივი ავაგო ლალისა, გულის წორსისხლის ჩქეფარი ამტირებელი თვალისა, ვეძიე კიდეც მივაგენ მარცვალს კარგ მოსავალისა, წარსულის ჩრდილზე აღსდგება განგება მომავალისა. შემოგევლეთ. აი ახლა ალბათ ტელემაყურებელი ფიქრებს, რომ არის შოთას გავლენა ამ ლექსში ვეფხისტყაოსნის, მაგრამ საერთოდ ზოგადად მთელი პოეზია ერთმანეთისგან რაღაცებს იღებს და მთელი ქართული პოეზიაშიც რა თქმა უნდა შოთა არის ყველგან და გალაქტიონია ყველგან, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი რომ ამ ლექსში რაღაც მაინც ვეფხისტყაოსანი იყოს, იმდენად ლამაზად არის ეს მოჩუქურთმებული რითმები შემოკაგდეს, ლამაზად იკითხება რომ სულ სხვა სახეები არის და მით უმეტეს თან წანამძღვარები აქვს, ეს შესავალი არის, ხო? ისტორიული პოემისთვის შეიძლება მაინდამაინც არა მისასადაგი, იმიტომ რომ იქ სხვა რაღაცეები ალბათ ვითარდება მერე, მაგრამ როგორ ლამაზად იწყებ და იწყებ შეყავს ადამიანი რომანტიკაში და იქიდან მერე ნუ ეხლა ესეა საერთოდ ყველაფერი თვითონ ბრძოლაც კი ხო ერთგვარი ჟინი არის, ერთგვარი მისწრაფება არის, საბრძოლო ექო არის და ეხარია მე ალბათ წიგნად თუ არის გამოცემული ეს პოემა. დიახ, არის ხო წიგნად გამოცემული და იყიდება ალბათ. ქსელში არის ადმე? ქსელში არ არის ჩაშვებული, თუმცა ბიბლიოთეკებში არის. ბიბლიოთეკაში შეტანილი გააქვთ, თუ გამოცემლება როგორც თესეულის ბიბლიოთეკაში არის ამ ეტაპისთვის. თორე საინტერესო მე დამაინტერესა უკვე ამის საკითხვა, მე იმდენად ლამაზად მიდის და როგორ ვითარდება მოვლენები. რამხელა არის სიდიდით ეს პოემა თვითონ? 4 კარს შეადგენს. 4 კარს. ნუ რამე სტრიქონიანია თითო კარი თქვა. მთლიანობაში არის დაახლოებით 100-მდე სტროფი. თითოში. არა, მთლიანობაში. დაახლოებით 100-მდე სტროფი. ნორმალური, სავსებით ნორმალური არის. მიახლოებით ესეთი არის ანისის აღებაც გურმალებანიტისა. მიხარია მარიამ ჩემო კარგო და ეხლა აი გვიდევს ყარაჩვალთ წარბა ალამაზისა კაცო ყარაჩთვალ წარბა რა არის ყარაჩთვალ წარბა ყარაჩთვალ წარბა არის შავთვალ წარბა ან ყარაჩი არის შავი და სიმსგავსად არის გადმოცემული და აი ნახეთ სამძღვარებული აქვს ბატონებო ამ წიგს ვარძის ერთ-ერთ ქვაბში ამოკვეთილი სიტყვები მონაზონისა 14 წლის აღკვეცეს მონაზვნად 74 წლისა აქ შემის 74 აქ შემისუდა ალამაზი იყავი ბიჭო სხვათა შორის ამ ბოლო დროს მიიქცია აი ამ წარწერამ ძალიან ბევრი წერის და შემოქმედის ყურადღება ეს უკავშირდება ისტორიას როდესაც 14 წლის გოგონა შეუყვარდა იყო შეყვარებული ну ალბათ მაშინ შეიძლება ამაზეც აკე რომანის დაიწეროს ალბათ ვინ მოკიდებს ხეს და ძალიან კარგი იქნება თუ ამ კუთხით შენ ამას მოეჭიდები ალბათ არ შედგა მათი ურთიერთობი არ ვერ შედგებოდა გადაწყვიტა რომ მე მონაზონად აღკვეცილი იყოს ემსახურა უფალს ქრისტეს და მიუხედავად აი ამ ყველაფრისა ვერ დაივიწყა სიყვარული და 76 წლის ასაკში 14 წლის ასაკში 60 წლის შემდეგ მაინც ალბათ სიკვდილის წინ მაინც ეს წარწერა გააკეთა იმიტომ რომ იყო სიყვარული და სიყვარული არსად არის კარგება და თქვენც აი ახალგაზრდა გოგონას რომელთვისაც საერთოდ სიყვარული ყველაფრის თავი და თავი არის აი იმ ისტორიულ პოემებს და ისტორიულ მოთხრობებს შეეჭიდეთ აი ახლა მინდა აი ამ ლამაზ წიგნზე გვესაუბროთ ერთი-ორი სიტყვა გვითხრათ რაზე არის ეს წიგნი და რა იყო мотивация ეს გამოცემის мотивация რომ დაგეწერათ
დიახ, სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ ძალიან ისეთი სპეციფიური თარიღი არის საკმაოდ არჩეული, ეს არის 1159 წელი, როდესაც სამი ძალიან საინტერესო თარიღი ემთხვევა ერთმანეთს. ეს არის ვარძიის მშენებლობის დაწყება, ну, წყაროებით რაც არის ცნობილი, დემეტრე პირველის გარდაცვალება და ეს არის ანისის აჯანყება. ეს სამი ძალიან სპეციფიური თარიღი ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომაც დამებადა იდეა, რომ შეიძლებოდა ამ სამი მოვლენის ძალიან ისე ორიგინალურად ერთმანეთთან დაკავშირება. და ამის ფონზე დაიწერა ეს ყველაფერი. თუმცა თავიდან თვითონ ნაწარმოების წერა როგორ დაიწყო, აქაც უნდა განუმეორდე, რომ დაიწყო პირველი თავის წერით, როდესაც საერთოდ ასე ვთქვათ, ჩანახატის სახით დაიწერა პირველი თავი და შემდეგ დაიბადა იდეა, რომ ასე ვთქვათ, გაგრძელებულიყო ერთმთლიან ნაწარმოებად, რასაც ეწოდა ყარაჩ თვალწარბა. ანუ ეს არის გაერთიანებული სხვადასხვა ამბის ერთმთლიანობაში შეკრა. ეხლა რა თქმა უნდა, ზოგადად ეს ხდება ხოლმე, როცა იწყებს კიდაც სელექცია იყოს, რომელიც მასშტაბურად ძალიან პატარა არის. არასოდეს არ იცი როგორ დასრულდება და როგორ დაასრულებ. კი, რა თქმა უნდა, მონახაზი გაქვს გაკეთებული ადამიანს, მაგრამ იწყებ, მე ვითარება იცვლება, რაღაც სხვა წიაღწევებში შენ ხარ ერთ-ერთი პერსონაჟია ამ რომანია თუ ნაწარმოები ნებისმიერი და თავდება სულ შეიძლება სულ სხვანაირად დაასრულო და არა ისე დაასრულო, როგორც შენ ხედავ, როგორც შენ ფიქრობ, რომ უნდა დაასრულო, იმიტომ რომ შეიძლება იმ გმირებმა, მათმა საქციელმა მოქმედებმა წაგიყვანოს სიკტივე სულ სხვანაირად დაასრულო. აი შენ შემთხვევაში როგორ ხდება ხოლმე, როგორ იაზრებ ხოლმე, აი აკეთებ ფაბულას, კვანძის შეკვრა გახსნა, ეს ყველაფერი როგორ აქვს შენ ჩამოყალიბებული, რომ მიხვიდი აი ესე მიდიხარ ეტაპობრივად თუ იწყებ და მერე თავად მიყავხარ აი ამ საქმეს. ეხცით რა არის, მე მიმაჩნია, რომ ეს წინასწარ განსაზღვრული ფაბულით ნაწარმოები არ შეიძლება რომ იქმნებოდეს, რადგან ნაწარმოები უნდა იქმნებოდეს თავისით. ავტორი მას მხოლოდ ხელს უნდა უწყობდეს შექმნაში. როგორი ლამაზი სათაურები გაქვთ რა, ეხლა პირდაპირ დაგაინტერესო და მოგინდება წაკითხვა. ძოწის ხრემლები, შესამკობელი, ნადიმი დიდი, აი მანგის ღრუბელი, აი გეგონება უკვე ჩამოყალიბებულ, უმაკონირი, ჩამოყალიბებულ დაასრულა ესე შემოქმედთან გიწევს საუბარი და სულაც რატომაც არა ჩვენ ახალგაზრდა ასაკის უნდერკინდები წყოლია ქართულ ლიტერატურას და არაფერი გასაკვირი არ არის, უბრალოდ მე მიხარია, რომ ასე მგონია შენ გამოჩნდი ამ სამწერლო ასპარეზზე და მე მინდა ლიტერატურის მოყვარულებს უთხრა, რომ დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი მარიამ თუთბერიძე, ეს ამას უკვე აქვს ნათქვამი, მაგრამ ეს აუცილებლად დიდ სიტყვა სიტყვის ქართულ მწერლობაში. ეხლა რა მინდა გითხო მარიამ. ჩვენ ეხლა ჩვეულებრივ საუბრის რეჟიმში ვართ, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. ჯერ კიდევ პატარა იყავი, როცა წერას მოკიდე ხელი. და 1300-ზე ოცნობები მაშინ გოგოდების, ბიჭების და რაღაც. ალბათ კითხვაც გიყვარდა. აი შენს თაობაში როგორი არის წიგნისადმი დამოკიდებულება? კითხვა უყვარ დღეს კითხულობე? როგორ არის? აი როცა შენ წერლობას, ადრე იყო წერლობა, პოპულარობა იყო, მწერალი რომ იყავი, ერთგვარი რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება იყო წერლობასთან. დღეს მაინც და მაინც ვერ იტყვი რომ წერლობას ისეთი დიდი ისა აქვს, თქვა ავტორიტეტი და რაღაც. და მიუხედავად ამისა, ბევრი წერს მაინც. როცა ამას არ შემოსავალი არა, ქარს პოპულარული არ ხდები ამით და არაფერი. ალბათ წერ იმიტომ რომ გეწერება, სხვანაირად არ შეგიძლია რომ წერო. ალბათ შენ შემთხვევაშიც ესე იყო და აი როგორ უყურებ შენ შენ ახალგაზრდა თაობას როგორ უყურებ? სხვათა შორის ახალგაზრდა თაობაში ცოტა ესე უცნაურად დგას ეს საკითხი რა მხრივ, რომ თითქოს პოლარიზებულია უმეტესწილად ორი მხარე როგორ, რომ ან ძალიან უყვართ ლიტერატურა, ან პირიქით ნაკლებად არის შედარებით ამის ინტერესი. ანუ იმის თქვა მინდა რომ ეს არ არის ასე ვთქვათ განზოგადებული, რომ აი რაღაც საშუალო დონეზე. ანუ ან ინტერესდებიან ძალიან, ან ძალიან ნაკლებად ინტერესდებიან ამით. ეს ორი მხარეა. საერთოდ
ესე არის ხოლმე რომ ბავშვობიდან წაუბაძავთ ხოლმე ამ მსახიობის შეგვიყვარდება კინოფილმიდან მსახიობობა გვინდა ვიღაცა შერლოკ ჰოლმსობა მოუნდება ვიღაცა შეიძლება ექიმობა მოუნდეს წერლობით დაინტერესება შენი რამ გამოიწვია მაინც რა იყო ეს ამ წერლობით დაინტერესება გამოიწვია თუ ბავშვი ხარ პატარა გოგონა ხარ ლამაზი გოგონა ხარ და უცბად თან როგორი თემებით ისტორიული თემებით აი რა იყო ამისი ის მაინც ну იცით რა არის არის ხოლმე რომ აი წაიკითხავ ხოლმე რაღაცას ისეთ რაღაცას წაიკითხავ და აი შეც მოგინდება რომ დაწერო თქვა აი ვიღაც მწერალი რომელიც შენ საყვარელი მწერალია და გინდა მას მიბაძო წერაში იყო რამე აი ამის სტიმული რამაც მოგცა ზუსტად ხო როგორ ვქნი ნაწარმოებებს ამას ესე ალბათ ზუსტად არ ვიცი ეს თუმცა შემიძლია ერთი რამ თქვა რომ უმეტესწილად როგორც ხდება ეს არის მაგალითად რაიმე სცენის დანახვა მაგალითად უეცარი ვიზუალიზაცია და შემდეგ მიღებული შთაბეჭდილების ასე ვთქვათ დაწერა და ნაწერად ქცევა დაწერილად ქცევა ძირითადად არის მსგავსად რომ ვიზუალურად ან თუნდაც ეს შეიძლება იყოს გერითად რაიმე შთაბეჭდილება მივიღე და შემდეგ ეს ვაქციე დაწერილ ნაწარმოებად. ხა მიუხედავად ამისა, რომ შენ თითქმის ბავშვობიდან აქტიურ ლიტერატურულ პროცესებში ჩაერთე, ადიქით ჩააბარე იურიდიულზე. ეს რატომ? იმიტომ რომ პოპულარულია იურისტობა. თუმცა ახლა ქართულ წერლობას ძალიან ბევრი და ჩაჭავზეთან დაწყებული, ძალიან ბევრი იურისტები ყავდა და ანუ იურიდიული განათლებით ძალიან ბევრი მწერალი არის და ისე როგორც ექიმი ძალიან ბევრი, ასე რომ ამაში არაფერი ცუდი არ არის პირიქით შეიძლება რაღაცას გამოგადგეს კიდევაც, მაგრამ რატომ მაინც იურიდიულზე? ალბათ იმიტომ რომ იურიდიული სამყაროც არის ერთგვარი ცოცხალი ორგანიზმი. ანუ როგორც ვითარდება საზოგადოება, როგორც ვითარდება სრულიად სოციუმი, ამას ფეხდაფეხ მისდევს ქვეყნის იურიდიული მდგომარეობა და მოცემულობა. და ზოგადად ესეთი ცოცხალი პროცესები და ეს ცოცხალი მიმდინარეობები ძალიან საინტერესოა და ძალიან მიყვარს. საერთოდ მე თუ მკითხავთ, რა თქმა უნდა, რამდენი პროფესიაც იცი იმ ყველაფერს, ყველაფერი მისასადაგებელი არის და გამოყენებადი არის იმ შემდეგ ლიტერატურულ ცხოვრებაში. ეხლა როცა არტურ კონან დოილი და ასე შემდეგ ვინც რამე წერდა, თუ რამე კონკრეტულ თემატიკას ეხება, თუ სამედიცინო იყო, თუ სამართლებრივი იყო, იურისპრუდენციას სწავლობდნენ, მედიცინას სწავლობდნენ, ექიმობას სწავლობდნენ და ასე შემდეგ და როცა კითხო მათ ნაწარმოებებს გონია რომ ეს ადამიანები ამაში პროფესიონალები არიან და მართლაც ხდებოდნენ პროფესიონალები თვალსაზრისით რომ კითხულობდნენ და ეცნობოდნენ და რომ არაფერი არ გაპარულიყო. მე ახლა აი მინდა ერთი პატარა მონაკვეთი წავიკითხო მეოთხე თავიდან აი ამ წიგნისა მანგის ღრუბელი აი როგორ ლამაზად და ხატოვანი სიტყვებია სიტყვა კაზმაა პირდაპირ ქაშმირის ველებს ეთხოვება ღონე მიხდილი ათინათის სათნო ამბორი საღამოხანი წაჰპარვია ნამზის დარევი დღეს წორობის მეფურ ტახტრევანს სათავ დასახლოს მოეჯარა ოქროპირ მხედრის თვალუწვდელი კაც და ლაშქარი სატყრეს შეხსნილმა მეომარმა სული 60 თვანდერზა ხმალის ატევარს თავადის ქარს ვეახლები მონა მისი და მორჩილი სიტყვა დაძახა სპასალარმა მოახსენავით სარჩელი ფართოდ შეეხსნა დიდებულთა ბნელი დარბაზი და მის უკუნში დაემქუხარა ია ჯავარი ქართაქალის ციურ ნათება აი რა არის იცით მე ახლა არ მინდა მაინც ისე ვიფიქრო რომ საიდანაც მოტანილია ეს სიტყვები თქვათ არის ხანდახან რომ ჩვენ ერთგვარი ეპატაჟისთვის არ უფრო სილამაზისთვის მოგვაქვს საიდანაც სიტყვები მაგრამ აქ იმნად ხატონა და ლამაზად არის და ერწყმება რომ იცით აი ჩვენ ახალი ძველი დავიწყებული სიტყვები ძველი ქართული სიტყვები არის აი გაცოცხლებული ია ჯავა რომელიც შვენიერს ნიშნავს და ბევრი ლამაზი სიტყვები და გამიხარდება თუ საომაროდაც აი ძველი ქართულ სიტყვებს შენს ნაწარმოებებში გააცოცხლებ. რამე და მარიამ კითხო კიდევ შეჭირება საერთოდ დღეს ყველას გონია რომ ლექსების წერა უფრო ადვილია და ლექსებს უფრო მეტი წეს
ვიდრე პროზას, თუმცა პროზამ არ არის ადვილი საწერი, გარდა იმისა, რომ მას დრო უნდა, ის უფრო სხვანაირი აგებულების არის, სხვა მიდგომა ჭირდება და მაინდამაინც დღეს პროზაიკოსთა სიუხვით ჩვენ არ გამოვიჩევით. მე მიხარია, რომ ქართველი მწერალთა და პროზაიკოსთა ამ დიდ ოჯახს ერთი ლამაზი გოგონა შეემატება და ზოგადად ეხლა პოემით როგორც თქვენ წაიკითხეთ, როგორც ცეთოთ ხატონა დააზროვნებ, პოემაში აბსოლუტური ლირიზმი იყო, რაც წაიკითხე და ლექსებთან არ აქვს მაინდამაინც შეხება, ანუ ლექსებს არ წყალობ. ლირიკულ ლექსებს, ლექსებს ასაც ლექსი ქვია. სხვათა შორის, ეს მიზიდავდა შედარებით უფრო დაბალ ასაკში. იმიტომ რომ როდესაც ვიყავი მაგალითად პატარა, მიყვარდა ეს პატარა ჩანახატების გაკეთება და ლექსებად დატოვება. თუმცა ნელ-ნელა, რაც უფრო გავიზარდი და შედარებით ასაკი მომემატა, რატომღაც გამიჩნდა სურვილი, რომ გამეერთიანებინა, რაღაცას მაგალითად დავწერდი და შეიძლება ცოტა ხანში დამეწერა სხვა ნაწარმოებიც და რაღაც კავშირს ხედავდი ამ ორს შორის. და ამ ხრივ აერთიანებდი ხოლმე. და ეს ლირიკული ლექსები და უფრო ეს პატარა ჩანახატები, რაც იყო, ეს შედარებით უფრო პატარა ასაკში საუბრობდით საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მისია გაქვთ აღებული, იმიტომ რომ უფრო გლობალურად, მასშტაბურად ფიქრობ და ეხლა პატარა ლექსები აქ სიმცირეზე არაა საუბარი, სიმცირის მასშტაბურობა კიდევ სხვა რამე არის, მაგრამ დიდ საქმეს ეჭიდებით, უფრო რაღაც სიღრმეებში გინდათ შეხვიდე და თვითონ უბრალოდ ლექსი კი არ დაწეროთ, არამედ დიდი ლექსი დაწეროთ და ისიც ამბავი იყოს, პოემის სახით და ასე შემდეგ. პიესებზე თუ გიფიქრიათ როდესმე, პიესის დაწერაზე. მოგესალმება, პიესა როგორი არის? პიესა შეიძლება იყოს ლექსითაც, სალექსო ფორმა კოდე, შეიძლება იყოს პროზაულიც და შენ ორივეში ძალიან ძლიერი ხარ და ძალიან კარგად გამოგივიდოდა და თუ ამ კუთხითაც შეხედავ, შეიძლება ძალიან კარგი დრამატურგი გამოხვიდე, იმიტომ რომ ეს საქართველოში ძალიან დრამატურგთა სიმცირეს განვიცდით. შენ ახლა ძალიან კითხვა რო გეყვარება და ბევრს აიკითხავ და კითხულობ, გასაგებია და ბუნებრივი არის, მაგრამ საერთოდ როგორ უყურებ ქართულ მწერლობას? რა არის შეთვის ქართული მწერლობა? შენ როგორ ფიქრობ ამ ქართულ მწერლობაში, მწერლობით ცხოვრებას? ჩემთვის იყო ქართული მწერლობა ყველაზე დიდი რამ, რაც არის ალბათ რა. ჩემთვის დედამიწაზე რაც არის, ზოგადად უფალია და სიტყვაა და მე არის მწერლობა და ეს ყველაფერი და აი მწერლის სახლშიც რო შევდივარ ხოლმე დღესაც პიჯვარით შევდივარ და ტაძარია ჩემთვის და ქართული მწერლები ჩემთვის იყვნენ ღვთისკაცები იყვნენ და ყველას ვფიქრობდი რომ გამოძღვარი მოძღვებიც ესენი არიან და გადაგებენი წესისა, რიგისა, ზნეობისა და აი შენთვის რა არის მწერალი ზოგადად? ისიც ნამდვილად ისეთი კარგი აღნიშვნა იყო რომ პირველად იყო სიტყვა ნამდვილად მეც დაგეთანხმებით ამაში. მწერლობა ეს არის ისეთი რაღაცა, რასაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არსებობს. ამას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი, რომ დღეს არსებობს ქვეყანა, დღეს არსებობს კულტურა და ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი დანიშნულება ღვთისა და ერის წინაშე. იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა გააჩნია და ყოველთვის ყველა ეპოქაში მწერლობას გააჩნდა უდიდესი გავლენა საზოგადო პროცესებზე და მთლიანად ქვეყნის გადარჩენის საკითხზე. ჩვენ რუსთაველი ყავს, რომელთაც შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ გილგამეშიდან, რომელსაც ჩემთვის გილგამეშიც ქართველი არის, გილგამეშიდან მე-12 საუკუნემდე მხრებით მოიტანეს ქართული მწერლობა და მოდის დღემდე დიდი ქართული მწერლობა, სამწუხაროა ის, რომ ენობრივი ბარიერი, ანუ ეს სიპატარავე, მცირე რიცხოვნობა არ გვაძლევს საშუალებას უფრო მსოფლიო უფრო მასშტაბებში გაგვიცნოს, მაგრამ მოვა დრო და ენა ქართული უფრო შორს წავა და უფრო სიდიადი წარმოჩინდება ყველგან.
მე მინდა მარიამ მომიყვე აი როგორ იყო შენი ბავშვობა შენ ალექსანდრე აბაშელი ვახსენეთ ჩემთვის ალექსანდრე აბაშელი ერთი დიდი ქართველი წერალი არის პროზაიკოსი ფანტასტიკი ამავე დროს და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ფანტასტიკურ მოთხრობებს წერდა ეს იმ დროს მე-19 საუკუნიდან გადმოვიდა მე მე-20 საუკუნეში 70 წელი ცოცხლა 50-იან წლებში გარდაიცვალა როგორც მახსოვს ალექსანდრე აბაშელი და შენთვის წარმომავლობამ იმოქმედა აი მაინც და მაინც ეს იყო შენი მამის ბებიის მამა როგორც რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენს ოჯახს ყოველთვის მოსდევდა ასე თქვა ამის კვალი დიდი ბაბუის კვალი რადგან აი ბაბუა ჩემიც მაგალითად ყოველთვის ტრიალებდა ლიტერატურულ წრეში მსგავს და აკადემიურ წრეში და ყოველთვის ასე ვთქვათ შეხება გქონდა ამ სამყაროსთან, ამ საზოგადოებასთან და ლიტერატურა იყო ძალიან ესეთი ხშირად განხილვადი საკითხი ჩვენს ოჯახში და მე ერთი რაღაც უნდა ვთქვა ძალიან მიხარია რომ ბაბუა ჩემი მოესწრო ჩემი პოემის გამოცემას. ბაბუა მოესწრო ფარცხის თავს ლურჯსაზეცაზეთ პოემის გამოცემას და როდესაც ეს მახსენდება და სხვათა შორის ცოტა ესეთი ისტორია რომ მალევე დაიღუპა ამ ამბიდან და მე ძალიან მიხარია რომ ამ წიგნის გამოცემიდან ამ პოემის გამოცემიდან დაიღუპა მალევე გარდაიცვალა და სანამ ეს მოხდებოდა მე ძალიან მიხარია რომ მან მოასწრო ამის ნახვა ამის წაკითხვა და მან ეს ყველაფერი ნახა და თუ არა ყველაფერი ის მაინც იცოდა თუ ასე ვთქვათ რა გზაზე ვიდექი ხო აი რა არის მაინც სანთე საკმეველი თავის გზას არ კარგავს და ასე თუ ისე მაინც სადღაცა დიდი ბაბუის გენმა აგერ ამ ახალგაზრდა გოგონაში გაშალა ფრთები მე როგორც ვიცი შენ არა მარტო წერლობით ხარ დაკავებული ესე ვთქვათ ნიჭიერი გოგო ხარ ლამაზი რო ხარ გასაგები არის და ბღერი ასევე ფოლკლორ იმაში ხარ ხო გაწევრიანებული როგორ არის ფოლკლორულ ანსამბლში და მღერი ფოლკლორის დიახ მღერი საინტერესო არის როგორ გესახება შენ სამომავლოდ მაინც როგორ ფიქრობ შენ ცხოვრებას ნუ ბუნებრივია რომ დაამთავრებ ინსტიტუტს უნივერსიტეტს გაყვები მაგრამ იურისპრუდენციას და მწერლობა არაფერს შეგიშრისხეს პირიქით შეიძლება ხელი შეგიწყოს ხოლმე იმიტომ რომ წერლობაც რა ერთგვარი ლირიული გადახვევა არის იმ ყოველდღიური რუტინისგან რომელიც გეხმარება სულიერ ამოსუთქვაში მაგრამ ხანდახან თრათესი არ არის იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მოზღვავებული სისხლის გაშვება უნდა და არ არის უბრალოდ სარხენდა და სათამაშოდ წერლობა ამას უკვე განვლილი გექნება იმიტომ რომ აი შენ თითოეული სიტყვა რამდენად გაქვს დაწონილი მე მინდა ეხლა იმ აყურებელს წავუკითხო აი თავი 27 აი ამ წიგნიდან საქორწილო და როგორი მხატვრული სახეები არის მძივებს შეისხამ სამცხეთო ირთვება საქორწილო და მდელოს განგური გაშალა კეკელა ჩითის ტილო და სალაღო სიტყვის მთავარი ყანობი თავთუხიანი ჩამოთქართ ქარებს მდინარე შიგნით თევზიხტის ფხიანი ჩამოთქართ მდინარე შიგნით თევზიხტის ფხიანი აგახლავ ხევი მზიანი მცხეთის კარს დაელეხინება მეფე პატარძლის ერთობა ქვეყნის გამჩენა ინება მეფე პატარძლის ერთობა ქვეყნის გამჩენა ინება ეს გარემოებების ალიტერაცია ძალიან ლამაზ ამ ლექს და შენ აი კომბინირებული არის ეს მოთხრობა რომანი აი ამ სალექსო ფორმითა და პროზით და ძალიან საინტერესო არის ეს სიტყვები საიდან მოგაქვს არაფერი უხერხული არ არის თუ ლექსიკონით რო ისარგებო ამოკლიფო ლამაზ-ლამაზი სიტყვები და შემდეგ შენს ნაწარმოებებში ეს გამოიყენო პირიქით ცუდი ამაში არაფერი არ არის მაგრამ მართლა ძალიან რუტინა არის და მე მიუსადაგო ასე ლამაზა და შეაჯვარო ესე თქვათ და აი ესე შეკაზმო აი ეს წინადადებები
როგორ პოვილობ ამ სიტყვებს? იცით რა არის, ბავშვობიდან ძალიან დაინტერესებული ვიყავი ძველი ქართული წყაროებით. ძალიან დაინტერესებული ვიყავი, იგივე ეს იყო მაგალითად სულხან საბას ჩანაწერები, იყო სხვადასხვა ძველი ქართული წყარო, ძალიან ისეთი მდიდარი და ინფორმაციულად მდიდარი. და მინდა ვთქვა, რომ ქართული ენა არის მთლიანობაში ძალიან მდიდარი და იძლევა ძალიან ბევრ საშუალებას და იმ სიტყვებით თუნდაც რაც მანდ მაქვს გამოყენებული ან მაგალითად იმ ჟღერებით ასე ვთქვათ, ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი, როგორ ვთქვა? რა სახელი ვუწოდო? ნუ, მოდი ექსპერიმენტი ვუწოდოთ. იმიტომ რომ ძალიან მდიდარი ენაა, როგორც ვთქვი, არის ძალიან ბევრი მჟღერის გამოკვლევა შეიძლება, ძალიან ბევრი მარცვლოვანი ჯაჭვის გამოკვლევა შეიძლება და ძალიან ბევრი რამე არის აღმოსაჩენი ჯერ კიდევ ქართულ ლინგვისტიკაში და ზოგადად ქართულ. აი, სწორედ ამიტომ დაგისვი კითხა, რომ ხედავ შენს აი არაჩვეულებრივ სიტყვათა კაზვას, რომ ფილოლოგია არ აირჩიე, არაჩვეულებრივი ენათმეცნიერი დადგებოდა და ფილოლოგი შენგან, მაგრამ კიდევ ამბობ პროფესორობის იურისპრუდენცია და კაცმაიც კიდევ მე საით გადაიხრება შენი ეს წეახსნებით შემოკარგო. რა არის იცით? საერთოდ წერლობას აქვს თავისი დებულება, მაგრამ მწერალი ადამიანი არის თავისუფალი ყველაფრისგან, მაგრამ არასოდეს არ არის თავისუფალი საკუთარი თავისგან. ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ შინაგანი თავისუფლება ყველაზე დიდი თავისუფლება, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ვერასოდეს ვერ ხარ ადამიანი თავისუფალი, მით უმეტეს, როცა ხარ მიჯაჭვური კალაპს, როცა ხარ მიჯაჭვური იმ თემატიკას, რაც შენ უნდა შეასრულო და როგორც აი ხნული უნდა გაიყვანო ბოლომდე, როგორც თესს ჩააგდებდა მე იმის აყვავებას უნდა და გაზდას ენერგიას უნდა ელოდო. აი ეს არის ნაწარმოები ზოგადად და ბედნიერი ხდები ადამიანი, როცა შენი შემოქმედების ნაყოფს ხედავ. აი რა განცდები ქონდა შენ, როცა ეს წიგნი დაიბადა, ვინ შეგიფასა, როგორ შეხვდა საზოგადოება, თუ ქონდა წარდგენა აი ამ წიგნებისადმი? იცით რა არის, ჯერ წარდგენა არ ყოფილა. ეს არის 2025-ში გამოშვებული ეს იგი. დიახ, თავდაპირველი, ასე ვთქვათ, ნაკადი 2025 წელს გამოიცა და შემდეგ უკვე წელს ვაგრძელებთ ბეჭდვას. თუმცა ჯერ ასე ვთქვათ, ეს ღია წარდგენა არ ყოფილა ამის. და მეც ველოდები, ნამდვილად ღია წარდგენას, მე თვითონაც ინტერესით ველოდები და სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ როდესაც მაგალითად წერის პროცესში ვარ და რაიმე ნაწარმოებებზე ვმუშაობ, მე თვითონაც დიდი ინტერესით ველოდები მის გაგრძელებას. იმიტომ რომ არც მე არ ვიცი ხოლმე როგორ განვითარდება ნაწარმოები. ხო, წავიკითხავთ რამეს. მაგ წიგნიდან? კიდე წიგნიდან, კიდე ზეპირად თუ იცი. შემიძლია ზეპირად, მაგრამ ვფიქრობ, იმდენად ლამაზად კითხულობ, რომ შემიძლია წავიკითხო გიორგი მეფის აღსაყდრება. რა საინტერესოა. სადაც პატარა მიმოხილვას გავაკეთებ, რომელი გიორგი მეფის? მესამე, თამარის მამა, დემეტრე მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის გიორგი და საკმაოდ ტრაგიკული მეფე იმ გაგებით, რაც მოუხდა მას თავის ძმისშვილთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. დიახ. და მოუწია თამარის გამეფება. ცოტა ძალიან ესეთი თემა არის ეს. სენსიტიური თემა არის და საინტერესოა შენი მოსაზრება. დიახ, და სხვათა შორის ეს თემაც განხილულია ჩემს წიგნში. ეს გიორგის ასე ვთქვათ, ნამდვილად განცდები, როდესაც მისი ძმის სიკვდილი დადგა, შემდეგ ის მამის და შვილის ურთიერთობა, გიორგის ძმის სიკვდილის შემდეგ, სკეპტიკური განწყობა ერთგვარი, ეს დადანაშაულების მომენტი და ერთი ასე ვთქვათ, ამ საკითხის სხვათა შორის დღემდე მედის კამათი ეკუთვნოდა თუ არა ტახტი თამარ მეფეს, იყო თუ არა როგორც მემკვიდრეს, მაგრამ მან ძალიან ბევრი კალამბურები არის, რა თქმა უნდა ეკუთვნოდა ისევე როგორც
უფროსი ძმის მემკვიდრეობას უცოძმასაც ეკუთვნოდა პრინციპში რატომ არ ეკუთვნოდა თუ ძმას ეკუთვნოდა რატო შეიძლება მისი გარდაცვალების შემდეგ ეზმა ყოფილიყოს მაგრამ იქ ტოები სხვადასხვანაირად არის და ვისაც როგორ უნდა იყენებს შემდეგ რაც შეეხება დემნას დასაჭურისებას თვალების დათხას ასე შემდეგ ეგეც ცოტა საჩუთირო თემა არის იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ნიუანსები არის იქ არის სხვადასხვა და ჭორის დონეზე შეერთო ჩვენ ხო არ ვიცით ისტორიული წყაროები ზუსტად როგორ იყო რომ იქ თამარის დაუყარდა რუსუდანის შეყვარებულები იყო და ამიტომ დასაჯა და არა იმიტომ რომ ტახტის მემკვიდრე ყოფილიყოს და საინტერესოა ახალგაზრდა გოგონა ია ყველაფერს როგორ იმასკენი. დიახ, ესეთი საკმაოდ საინტერესო აღწერა არის. და შემდეგ არის მამის და შვილის ურთიერთობა, იმიტომ რომ იყო სხვათა შორის გავრცელებული ცნობები და მამის თამარის და გიორგისი. არა, გიორგის და დემეტრეს ურთიერთობა, მას შემდეგ რაც დემეტრე დაბრუნდა მონასტრიდან, რაც დავითი გარდაიცვალა და სხვათა შორის არსებობს ისტორიაში წყაროები, რომ დავითის სიკვდილში გიორგის მიუძღოდა ხელი. არსებობს ამის წყაროები, მოსაზრებები ამის გარშემო და ეს საკითხის ხაზგასმულია. რომ ასე ვთქვათ გიორგის სიკვდილში დავითის სიკვდილში იყო გიორგის ხელი და სწორედ ამას ეხმიანება ერთ-ერთი ნაწილი რომელიც არის გიორგის ტახტზე ასვლის სცენა დემეტრე არის გარდაცვლილი დემეტრე გარდაიცვალა ბებრის ციხეში და თავად იქ სიუჟეტურად ნახავს მკითხველი როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ ასე ვთქვათ შედგა მთლიანად ეს მოცემულობა და ეს სურათი დემეტრე გარდაიცვალა ბებრის ციხეში და დემეტრეს მემკვიდრეობა და ტახტი გადაეცა გიორგის. და სცენა არის გიორგის ხელში დემეტრეს მახვილი. და ასეთი აღწერა, რომ მაჯა მოსჭედა ბაგრატოვანმა სამეფო თითნი ორლესული სტარზე ამიჯრა. იცის მახვილმა მისმა ბატონმა თავის ძმის გვამს რომ გადააბიჯა, მაგრამ ყოველი რაც ღამით ხდება განთიადისას არის წარსული. დაკარს იკეტავს ჭეშმარიტება როგორც ტაძარი ყადაღდასმული და ათრთულდეს წიფლის დახლობს ეკარვა იასპი და ანდამატი სიპისფერ ქარგთა ჭრელში დაიმხოს ფირუზის წვიმათვალ და სანატრი და სოსანოვან მღელვარებს შორის მითებს კიოდნენ სირინოზები და მარგალიტთა ხოდაბუნებზე სიმღერებს წერდნენ მთებში მგოსნები და ქამხის მიწებს ცნებას არ თმევდეს უდაბნოსფერი ელეთ-მელეთი და ამძვინვარდეს ქვეყნიერება და ამძვინვარდეს ხმელეთ-ხმელეთი და აქსინოსის ჰორიზონტივით არ დაიწეროს დასალიერი და უამრავ წლის მოიყრებოდეს საიბერიო ჟამზეხნიერი დღეს უფლის ხელით ქართლის ტახტრევანს კვლავად ეღირს აკამგრძელებელი შენ შემოხვიე კალთა უფალო შენ ყოფილიყავ მისი მხლებელი ხვალე ბრძოლა ბოროტისა და გამარჯვებისა და მის სათავეს წარუძღვება ახლად ხელმწიფე პირინორჩი მეფე გიორგი ქართლის მეფემ იმდენი დღე ბებრის ციხის კარში დაჰყო სანამ ღმერთმა მისი ქმნილის სხეულისგან სული გაჰყო დემეტრე პირველი ესეთი აღწერა არის ესეთი დაბოლოება დემეტრეს გარდაცვალების და გიორგის ტახტზე ასვლის და ეს ერთ-ერთი ძალიან ესეთი ჩემთვის საყვარელი ნაწილი არის ნამდვილად ჩემს საყვარელ ნაწილებს შორის ამ წიგნიდან გამაინტერესა ყოჩა რა არის ეს გარდა თვითონ წერის მანერისა არაჩვეულებრივად კითხულობ მინდა გითხრა არაჩვეულებრივად ლამაზად კითხულობ ჰაერონად აი მუსიკალურად კითხულობ ფაქტობრივად იმღერება არა და ამ ძიმე თემაზე ესე ჰაერონად ესე ლამაზად ესე ხატონად ასეთ ძიმე თემაზე დაწერო და სიამოვნება მოგვაროს იმის მაგალითად რომ სადღაც თავი ჩარგო და რაც სევდა რაღაცა წაგიღოს აი ძალიან ჰაერონად იმიტომ რომ სხვაგან გადადის სხვა ლირისში გადადის ეს ყველაფერი და ყოჩახ საერთოდაც ტენდენცია დღევანდელი ზოგადად მსოფლიო მწერლობისა მიდის იქითკენ რომ ხშირად გაიგებთ ალბათ შეიძლება შენი მეგობრებისგან ახლობლებისგან ზოგადად მოისმენდი რომ რაღა დროს არათუ სამშობლო თქვა და პატრიოტული თემატიკა სიყვარულიზეც კი უკვე დრომოჭმულად ამბობენ რომ ლექსი იქნება ეს თუ ნაწარმოები და რომანები საერთოდ სხვა რაღაცაზე უნდა იყოს და სამშობლო და პატრიოტული თემატიკა საერთოდ ამოღებული არის უცხოურ ლიტერატურიდან ძირითადად და ახალგაზრდა გოგონამ აი მოკიდოს ხელი და აი ესე ყველაფერი ამ ძიმე და დიდ საქმე შეეჭიროს მისასალმებელი აი ნამდვილად მე გახარებული ვარ ჩემო კარგო და მე გამიხარდება რომ ხვალ და ზექ შენი სახით
ერთი დიდი ქართული რომანისტი ვიხილო და რატომაც არა და ეს ჩვენ გენეტიკაში გვაქვს რომ კიდევ იშვას ერთი დიდი ბუბერაზი მწერალი და რატომაც არა რომ ეს შენ იყო შემოკარგო და მიხარია რომ დღეს მე მომიწია ჩვენი მაყურებლისთვის შენი გაცნობა. ეხლა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა შედგა ლიტერატურის საქართველოს რედაქციაში შენი მოსვლით. ეხლა ეს ლიტერატურის საქართველოს ჩვენ ეხლა როგორ შევცვალეთ ვაჟა-ფშაველას გამოსახულებით და ფრაზებით ლიტერატურის საქართველოს შენ შეიძლება იმდენად არ მაგრამ შენმა მშობლებმა ბუნებრივია და იმ ბაბუამ და ამის ფასი იცოდნენ და ამ გაზეთის ფასი საქართველოს მიცის. რა იყო შენი პირველად ლიტერატურის საქართველოსთან შეხვედრა, როდის იყო, როგორ იყო, დღეს მოხვედი რომ მოიტანე ნაწარმოები ჩვენთან. საიდან გაიგე ლიტერატურის საქართველოს შესახებ და რა არის შენ ლიტერატურის საქართველოს? შეიძლება ბევრს შენთვის არაფერს არ მომდეს, როგორც ახალგაზრდა გოგონა, მაგრამ რაც იცი, როგორც იცი. გულწრფელად რომ გიპასუხოთ, ლიტერატურული საქართველოს გაზეთი ასოცირდება ბავშვობასთან. იმიტომ რომ ბაბუა იყო აქტიური მკითხველი გაზეთის ლიტერატურული საქართველოს. და მუდმივად, ასე ვთქვათ, სახლში ყოველთვის ქონდა იყო ყოველთვის ამის განხილვა და აი სულ ბაბუა რო კითხულობდა ხოლმე, აი რაღაც მეც სულ ვეკითხებოდი რომ აბა ბაბუა რას კითხულობ, რაღაც სულ ინტერესდებოდი და ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი აქტიური როლი ქონდა ჩემს ცხოვრებაში. იმიტომ რომ მთელი ბავშვობა იყო ასეთი ხშირად განხილვადი და მუდმივად ვხედავდი. და შემდეგ რა თქმა უნდა უკვე მე ვიხარია რომ საერთოდ ნებისმიერ ლიტერატურული გამოცემა ძალიან არც მაინდა-მაინც ბევრი არის და არც მცირით სიმცირე არის ბევრი კარგი გამოცემა და უნდა გქონდეს იმიტომ რომ საქართველოში არა მარტო ყველა მეორე წერს არამედ ყველა პირველი კითხულობს და მკითხველი არის და ძალიან კარგი მკითხველი ყავს ჩვენ ამიტომ უნდა გამოდიოდეს ეს გაზეთები სამწუხარო არის ის რომ აი შენმა თაობამ ალბათ არც იცის ამ გაზეთის შესახებ სხვა ლიტერატურული გამოცემის შესახებაც არ იცის იმიტომ რომ ჩვენ ისე გადავედით სოციალურ ქსელებზე სადაც ესეთ რაღაცებს აღარ კითხულობენ ეს სულ რომ ვებგვერდი გააკეთოს სულ რომ ყველაფერი შექმნა მაინც არ არის წოდომა ისეთი და კიოსკებში ამას ვერ იპოვით აი რო ჩაიაროთ რუსთაველი მთელი რუსთაველი რო ჩაიაროთ ამ გაზეთს ვერ სამგაზეთ და ვერ სხვა ლიტერატურულ გამოცემებს იმიტომ რომ საგაზეთო ჯიხურები აღარ არსებობს ჩვენ ახლა მე მინდა სანამ ჩვენ გადაცემას დავამთავრებთ მაყურებელს შევახსენო და უთხრა ჩვენ გამოცხადებული ქონა ლიტერატურული კონკურსი და ძალიან ბევრი გვერეკავს და გვეუბნება მიმდინარეობის შესახებ მე და გითხრათ რომ ჩვენ დამთავრდა უკვე ნაწარმოებების მიღება და საკმაოდ ბევრი მასალაა შემოსული ყავს აკადემიური ჟიური რომელიც ახლა გასაიდუმლებულიზე არ არის ლაპარაკი უბრალოდ წესია ესე და თავს ვიკავებთ მათი დასახელებისგან თუმცა მე დამეთანხმებით ვინც ბოლოს ვინც ნახავ და გაიგებთ რომ საკმაოდ აკადემიური შემადგენლობა არის დაიწყო უკვე ნაწარმოებების განხილვა გვაქვს 9 ნომინაცია სხვადასხვა ჟანრში ეს არის პოეზია, პროზა, დრამატურგია, თარგმანი, კრიტიკა დებიუტი, საბავშვო პოეზია, საბავშვო პროზა, საბავშვო თარგმანი. ასე რომ მრავალფეროვნებით გამოირჩევა ლიტერატურის საქართველოს ეს კონკურსი, რომელსაც ქვია ფრთხილად წინ მკითხველი არის და რა თქმა უნდა ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ კითხვასთან, ეს მკითხვეთა ფრთხილად უნდა ვიყოთ ქართულ სიტყვასთან, იმიტომ რომ ქართული სიტყვა არის დედაბუძი ყველაფრისა და სწორედაც ამ კონკურსის დანიშნულებაც ერთგვარი ეს არის. ლიტერატურის საქართველოს 95 წელი შეუსრულდება ნოემბერში 1931 წელს გამოვიდა მისი პირველი ნოემბერი სხვადასხვა სახელები ჰქონდა სხვადასხვა ერთ-ერთი ესე სახელი ლიტერატურული გაზეთი ერქვა მაგრამ მე ლიტერატურული საქართველო და დღეს უკვე აი ამ ლოგოთი ისნობს ლიტერატურის საქართველოს კითხველი და მე მინდა ყველა მონაწილეს ყველა ავტორს წარმატებები უსურვო რასაც გადავხედეთ ძალიან კარგი ნაწარმოებები არის და იმედი არის რომ გულდაწყვეტილი არავინ დარჩება იმიტომ რომ მონაწილეობა ძალიან ბევრს ნიშნავს ამ კონკურსში და ნებისმიერ კონკურსში სანამ ბოლოსკენ წავალთ გეგმებზე
თქვენს გეგმებზე მოგვიყევით. ამ ეტაპისთვის ვარ აქტიურად დაკავებული სწავლით უნივერსიტეტით. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. დედა უნივერსიტეტში, ალმა მატერი. დედა უნივერსიტეტი ნამდვილად საქართველოში. და ვაგრძელებ ქართული ენის ძიებას. იმიტომ რომ ნამდვილად ეს არის რას ნიშნავს? ეს არის დამარხულა სენაი ქართული. აი იმ დამარხული ენის ძიებას თუ აი ახალ აი ამენაში იმენებს, რომლებიც მიხუჩებული არის და არა დაკარგული. აი რასაც ახლა აი აქ ამ რამაზ სიტყვები ამოგავს. ერთგვარ ლექსიკონსაც ხო არ აკეთებ? ალბათ უფრო გულისხმობ რომ ქართული ენის შესაძლებლობების ძიებას. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ისედაც საქვეყნო ცნობილია, რომ ქართულ ენას აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები, აქვს უდიდესი პლასტიკურობა, უდიდესი მონაცემები და არის ძალიან მდიდარი ენა, მისი კვლევა არ არის ამოწურული. და რეალურად ეს არის შეიძლება ითქვას ამოუწურავი სამყარო. და ეს გამოიხატება იგივე, ასე ვთქვათ, მარცვლოვანი ბმების აღმოჩენაში, იგივე მჟღერების აღმოჩენაში, იგივე ასე ვთქვათ, ბგერების ასე ვთქვათ, კვლევაში და ძალიან ბევრ საკითხში, რაც ეხება ქართულ ენას და რაც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. სწორედ ამიტომ თქვი, რომ იურისპრუდენციის გამო შეიძლება ერთი ძალიან დიდი ენათმეცნიერი დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გოგონა ხართ. საერთოდ აი ვფიქრობ ხოლმე მართლაც ის პლასტიკა, ეს ყველაფერი ქართულ ენას აქვს და ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი არ ვიცით. მე ჩემ თავზე ხშირად მიფიქრია, ეხლა უკვე გვიანი არის ალბათ, თუმცა გვიანი არასოდეს არ არის სწავლა სვანური და მეგრული ენებისა, რამე თუ იქ არის ძალიან ბევრი ისეთი შესატყვისები, ისეთი ლამაზი სიტყვათქმები, რომ მწერალმა უნდა იცოდეს და გამოიყენოს და გააცოცხლოს ისინი. მარიამ, მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოს მობრძანებისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა ქართულ ტელემაყურებელს და ლიტერატურის მოყვარულებს მინდა უთხრა, რომ სტუმრად იყო მომავალი მწერალი და უკვე შემდგარი მწერალი არაჩვეულებრივი მარიამ თუთბერიძე და აი ნახსოვეთ ეს სახელდაგვარი ბატონებო და მიხარია რომ ქართულ მწერლობას მის ნაკადებს უფრო და უფრო ემატება ის ძლიერი ძარღვი, რამაც ჩვენ მართლაც უნდა გაგვიყვანოს მსოფლიო ასპარეზზე და დაგვიგროვდეს ნობელიანტებიც და უფრო და უფრო კითხვადი გახდეს ქართველი მწერალი. დიდი მადლობა მარიამ. მადლობა თქვენ. და წარმატებები შემოგარგო. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.